მივდივარ ტოპო ვარჩხილის ფაზე. დაგვიგენდა გამოსვლა და ნათიფურიდან დავიძარით 5 საათზე და სულ მინდოდა ხოლმე რომ ტროპიკულ ტყეებში მელაშქრა ზოდადად და მე მგონი ამიხდა ისეთი ტენიანობაა და ისეთი ნესტია და ისეთი ნისლია რომ მე მგონი და ამიხდა მასაც ტყეში ლაშქრობა ასეთი ახლა ვარ ზღვის დონიდან 2000 მეტრზე და კიდე 3 კილომეტრი ნახევარი მაქვს საბანაკემდე გასავლელი. პირიქით ძალიან კარგია, მზე არ არის, როგორც ხედავთ ნისლია და მივდივართ და მივაბიჯებთ. დიდი ლოდები რომ არის საბანაკე მაგამდე დამრჩა და ჩვენ ჯგუფს დარჩა კილომეტრი ნახევარი და არ მგონია რომ მანდ მივიდეთ, იმიტომ ნახეთ რა ნისლია. ხო და ალბათ გავჩერდებით წყემსებთან. ბოლო წყემსები რო არიან სანამ მაგ ღმერთებს შევა. ნისლებია, არაფერი არ ჩანს. ეხლა მოვედით, ეხლა კი არა უკვე 1:45 წუთია მოსულები ვართ. წყემსების ქოხთან და ველოდებით როდის მოვლენ ჩვენი ცხენები. წყემსებს ვკითხე და არ გაუვლიათ აქ ცხენებსო, ძალიან ნისლი იყო რა და მეთქი ანუ რაღაც მომენტში ბილიკიდან გადავუხვიეთ და მიფიქრა რომ მეთქი ხო არ გამასწრეს სადმე. სადმე ცხენებმა თქო და არა არ გაუსწრიათ და რა ვიცი ველოდებით კიდე 9 საკლია 15 წუთი და აი სილამაზი არის და მსუბან აი ძროხებს წველიან არის პატარა ქოხი და ჩემი ტურისტები. არ ვიცი რა ვიცი გავილება გადავხედავ იქნებ გამოჩდნენ რომ არ ვინერვიულო და არ ვფიქრო რომ გადამაგდეს იმდენი ბარგი ბარხარით, იმიტომ რომ იქ გვაქვს ყველაფერი. იქ გვაქვს არავი, იქ გვაქვს საძილეები, იქ გვაქვს ყველაფერი, იქ გვაქვს მოკეთ, აი აბსოლუტურად ყველაფერი. რაც კი შეიძლება რომ სალაშქროთ გჭირდებოდეს. საგებელები, ტანსაცმელი, საჭმელი, ჩვენ ჩანთები ყველაფერი აქვთ. ცხენებს მაშ გავშალე კარვები ყველასი 4 კარავი გავშალე 4 ჩემი არის 4 კარავი გავშალე ახლა საჭმელს ვაკეთებ არის 11-15 წუთი და საკმაოდ გვიან მოვიდნენ ჩვენი მეცხენეები რაღაც 10-ის ნახევარზე თუ რაღაც და ამიტომ მოგვიწია ასეთი ქვიან საჭმელების კეთება და ყველაფერი და დაბანაკებად სრულ სიბნელეში მოგვიწია სამწუხაროდ. ეგეთი ამბები. კუსკუსი მოვხარშე. საჭმელს შევანებ. ჩემი პირველი დღე. დღის 9 საათიდან ვარ გზაში. ეხლა არის ღამის 12-ის 15 წუთი და ეხლა შემოვედი კარავში, გავაკეთე საჭმელი და გავშალე კარვები, ჩემი კარავით, ჯამში 4 კარავი, ჩემის ჩათვლით და დავიძინო ეხლა სანდაღრილი ვარ, ძალიან. აბა, კარგად. დილის რბის ნახევარია და ახლა გავიღვიძე. ავდგებით და წავალ ხოჭეზე. მანამდე ვისაუზმებ.
ახლა არის 10:12 წუთი 1 აგვისტო და ეხლა დავიძარით პატარა ტობაზე ხოჭაზე. ხო და არაფერი მაღრუბლული ამინდია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სადღაც სანამ წვიმა დაიწყება და წვიმა იქნება, მივახცევთ ტყამდე. აქ გავჩვენთ წუხელი აქეთკენ, სადაც ისინი არის, რა ბალახები, მანდ დავრჩით წუხელ კარვებით. გუშინ გვინდა და ზემოთადები მოდიან. აი იქ თეთრი მეშოკები რო არის. აი აქ. მან დავბანაკდით წუხელ ამბინასთან. მაშ ზემოდიან. ნახეთ რა ხედებია. ხან დავიდეთ. აი ამ ხაზე. ხინავთ ხალხი. მძრავს. მან დავდივართ. მე უნდა გადავიდეთ. ავიდეთ ტბაზე. ახლა მოვედით უღელტეხილზე. აქეთ. და გადავშვით იქეთ. ტბაზე და მან დავბანაკდებით. მოვიარეთ. აქედან დავდივართ. აქეთ. თავლებზე გვაქვს სასიარულო. მაშ ესეც ასე ჩამოვედით ტბასთან. ესენი კიდე იქით მოდიან, კიდე ორი არის უკან და ტბასაც გაჩვენებთ. იცურავეთ მე და კეითო. Yes? Oh, to swim? და ვიცურავე წეღან, ვიცურავე რა. ჩაყურყუმალავდი და მოყურყუმალავდი. მაგრამ ეგ არ არის მთავარი არის ხა ის რომ ხა პირსახოს ვაშრობა აქ და აი ეს ტობა მაგიტო არ მიყვარს რომ ეს კაცი ჭამია ბუზები არიან აქ. იცით ხლა ბუზები არიან? ჩემი ნეკათითის ხელა არა, მაგრამ ჩემი ნახევარი ნეკათითის ხელა ბუზები არის, რაღაც სანტიმეტრი ნახევრიანი ბუზები არიან. ეს რა არის? კიდე კაი რაღაცა სპრეი მაქვს წამოღებული კოღოების საწინააღმდეგო და ცოტა კოღოები არ არიან, მაგრამ ცოტა მიშველა რა. დღე ტრეკინგ გიდის ცხოვრებიდან. ხო ვილაშქრე, ხო მოვეხმარი ხალხს აქ ჩამოსვლაში. კარვები ხო გავშალე. ტბაშიც ვიცურავე და ეხლა გავაკეთე საჭმელი. სუპი მოვხარშე. ოსპის სუპი მოვხარშე ბოსტნეულით. გათენდა დილის 8 საათია და კარვის დაშლას ვიწყებთ. ტარა რაღაც ესეთი მაღრუბლული ამინდია და აქეთ ჩემებმა უკვე დაშალეს. ხა იქითა გოგოსა კარავი გასაშლელი და კიდე ერთს ცხენების ბიჭებიც გავაღვიძე და ჩავზოგდებით და დავიძრებით ტობა ვარჩხილისკენ. დიდი დღეა დღეს წინ. 10:25 წუთი არის და ეხლა გავდივართ საშკიბულიდან ტობაზე. ნახოთ რამდენი ხანი დაგჭირდება. აქედან მოვედით. აქ უნდა ავიდეთ აი სუსუწველოში. მაშ ამოვედით თავზე. დაგჭირდა 25 წუთი. მაშ ძალიან მიხარდა. ძალიან. აქეთაც თავზე ჩამოშ. აი ამ წვეროდან გადმოვედით აქედან. მივიდივართ, მოვიდით ნახეთ. სილმასია. ერთი ჩვეულებრივი დღე ტრეკინგ გიდის ცხოვრებაში. ცუდი ამინდია და
ძალიან მისინია რომ ეს გარავი თავზე არ დამაღუნოს ამ ქარმა, იმიტომ რომ ქარია და ესეთ ამ ცუდა მინჩიას გარავი ჯერ არ გამიტესტავს. არა, მომენტ გავტესტე იმაში ექვია, ვაშლოვანში რო ვიყავი და გამოდგა არაფერი არ უჭირდა ღამე წვიმდა, მაგრამ ტობა არის რა, იქ ხა ვაშლოვანია, წახვალ ეგრევე 1 საათში, 2 საათში დედოფლის წყაროში ხარ, რო რამე და გაგიჭირდეს და აქ სად უნდა წავიდე? სად უნდა წავიდე? ახლა არის 8 საათი და ტობაზე ვარ ზუსტად მეცი და ძალიან ქარი იყო და წვიმდა მწუხელ და ეხლა გავიღვიძე ისე ქარია როგორც ჩასტური ხომ დავუდგეთ ჭამოთ ჩავლაგდეთ და წავიდეთ თაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რაღაცას წარმოადგენს მზის კრემი. თორე გუშინო მზის კრემი არ მსმოდა. ისედაც დამწვარი მაქვს სახე და მითავდება ეს კრემი. უფრო დამწვებოდა. ათის ნახევარია და ახლა გამოვედით ტბიდან. მივდივართ ისევ პირველ ტბაზე. დავბანაკდეთ და დღეს იქ გავატაროთ დღე. ხვალ უკვე ნათიფურუზე გადავალთ. Hey, you come down? მობილს ხარშავ ტბაზე. წეღან მქონდა ფლავი იმით, რა ქვია იმას. ძროხის ხორცით და ბოსტნეულებით. ეხლა ლობიო მეთქოს მარილით. მარილ 10:20-ზე ამოვედით აქ. ანუ 45 წუთი დაგჭირდა აქ ამოსასვლელად. აი ამ აღმართზე.